ეს რა? ოზან, უნდა დაგელაპარაკო. რა თქმა უნდა, შემოდი. მაპატია იმედია არ შეგაწუხე. არა, შენთან საუბარი მეც მინდოდა. კარგად გამოვიდა. გისმენ? ოზან, გაყრის საბუთები მოვამზადე. უბრალოდ ხელი უნდა მოაწერო. მოაწერე და ყველაფერი დასრულდება. ეს არის რაც შენ გინდა? ასეა სწორი. ასეა სწორი. ხო, ოზან მე არაფერს ვითხოვ. შენგან მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო. სასამართლო ორივე მხარეს მოусმეს და ყველაფერი დასრულდება. კარგი. ჩემმა ადვოკატმა გადახედოს. მე ხელს მოვაწერ. საქმე კი სასამართლოში გადაწყდება. კარგი. შეხვედრამდე. ეს რა? დასლამდე გასაგები დატოვა. ჩემო ყვავილო, სათხარ რამდენი ხანი? საათია გელოდები უკვე. დედამ მაიძულა. ეკო, მე წავედი. არ დამეზარა. ის соуსი ვიყიდე. ისეთივე ვიყიდე. ის соуსი? ისეთივე ვიყიდე და მოგიტანე. ნერიმანი იძახდა რომ დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია ეს რომ ნერიმანმა თქვა. უბნის მოსახლეობის გამრავლებაში მთავარი როლი აქვს. ასე რატომ ამბობ? ძალიან გემრიელია. ყვავილო, ბოლოს როცა ვჭამე, რაიონს სირბილიც და დავარტყი 3. ფეხები მტკივა, დანახოს არ მინდა. მხოლოდ ერთი კოვზი უნდა გეჭამა, ეკო. გასაგებია? შენ კი მთლიანი ქილა შეჭამე. ცდუნებას ვერ გაუძელი. რას ვიზამთ? მაგრამ ამ საღამოს ერთ კოვს შეჭამ და მეც ერთს. კარგი. თავია შენ იყო ბედნიერი. ერთ კოვს შევჭამ. თუ გინდა კილოგრამ შევჭამ მართლა? ეკო, მართლა დავიღალე ლოდინით. მინდა ბავშვი მალე გვეყოლოს. ერთ რამეს გეტყვი. მეც დავესყავ ცნება ბავშვის შესახებ. დედობა ძალიან მოგიხდება. ასე გონია? ო, პატარა მუცელი. მინდა რაც შეიძლება მალე გახდე დედა. ახლა? და ახლა? რას აკეთებთ? არაფერს? ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული რუტინა. რელაქსაცია. რადგან დასვენების დღე წამოდით და რამე მოსაწყენი გავაკეთოთ. ქილა წამოიღე, შეხვედრამდე. მუსა, აკაურობა ისეთი ლამაზია. არა კარგია რომ ჩამოვედით. თითქოს მთელ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვართ. ნამდვილად ცოლუკა, კარგია. ცოლუკა? ოხო. ვუპასუხებ, ზეინო. უპასუხე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. უბრალოდ ირეკავს. რამე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მე ეს რა მირეკავს? კარგი, მინდა უპასუხე. ერთად ვუპასუხოთ. გისმენ? გისმენ? ეს რამ საბუთები მოამზადა. იძახის რომ ასეა სწორი. შენს კარგ შაბათკვირას გესურვებ, მაგრამ რა საბუთები ვერაფერი გავიგე. განქორწინების საბუთები, ზეინო, სხვა რა საბუთები. იძახის რომ ადვოკატი გადახედავს, შემდეგ ხელს მოაწერს და ამით დასრულდება. გაიგე რა თქვა? ნერვებს მიშლის, ჭკუიდან გადავდივარ. მაშინ მე უნდა მომეწერა ხელი, მაგრამ ხელი ვერ ავწია. ხელი. ხოლო ასეთი პასუხი უნდა გამეცა.
ნოსულელობ რა გაყრა რა განქორწინების საბუთები გადაირიე? არ გადავრეულ ვარ. მე რატომ დაგადაბირიო? მეგონა საკუთარ შეცდომას მიხვდებოდა ვიფიქრე საბუთებს დახევდა და გადაყრიდა. იტყოდა რომ იდიოტივით მოიქცა, ცხოველივით, პატიებას ითხოვდა მეგონა, მაგრამ რა გააკეთა? იცი რა მითხრა? მითხრა რომ წასვლის წინ სახლის გასაღები დამეტოვებინა. რა სიტყვებია? ჭკუიდან გადავდივარ. ჩემზე უკვე დიდი ხანია უარი თქვა მუსა. ერთი ხელმოწერით ხაზი გადამისვა. დაუნანებლად. აი როგორ მაფასებს. სულ ეს არის. ისმინე, სულ ეს არის. ძმა ახლა ორივენი იმპულსურად იქცევით. ერთი წამი მოიცადე. ამას მე რატომ არ ვაწერ ხელს? მოვაწერ. ყველაფერი დამთავრდება. სასამართლოში რაც უნდა ისქნას. არ გაბედო ძმაო, არ გაბედო, გაჩერდი. ახლა არაფერი ქნა. მაგრამ ვიცი რას გავაკეთებ ზეინო. ახლავე წავალ და სამსახურიდან წასვლის შესახებ დავწერ განცხადებას და მის გამაღიზიანებელ სახეს აღარასოდეს დავინახავ. ეს რა არ გაბედო, მსგავსი არაფერი გაბედო, ახლავე დამშვიდი. არა, ახლავე დავწერ, ახლავე. დარწმუნებული ვარ, ახლავე დავწერ. როგორ მოვიცად? როგორ? მუსა აქ ხარ? ესმე ჩემი. ზეინო, აქ ხარ? ჩემი გესმის? რა გავაკეთოთ? მართლა დაიყრებიან. აქ ხომ არ მოვიყვანოთ? მოიყვანე. მოვიყვანო? ეს რა? აი როგორ მოვიქცეთ. მოდი აქ მოდი. შვიდად დავჯდებით და სიტუაციას გავაანალიზებთ. სუფთა ჰაერჩავის უმთქავთ. ცოტა დამშვიდობები კიდეც. აქ მოხვალ ყავას დავისხამთ, ქუჩაში გავალთ, გავისეირნებთ, ჟანგბადს ჩავისუნთქავთ. დამშვიდდებით. მხოლოდ რამდენიმე საათის გზა. თუ დავწმუდებით რომ გაყრა მაინც გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ არაფერს გეტყვი. პირდები. თქვენ ხომ თაფლობისთვის გაქვთ? ასე არ შეიძლება. შეიძლება. შემოგვიარე. მაინც ძალიან მოწყენილები ვართ. მოდი მესამარს ჩავიგდებ და ჩვენთან მოდი. კარგი ზეინო, მართლა კარგი იქნება, საუბარი მჭირდება. ცოტა ხნით გავჩერდები და მერე წამოვალ, კარგი? გელოდები, არ დაიგვიანო, კარგად. საქმე სერიოზულადაა. ო, მართლა ასეა საყვარელო. მუსა ისინი უნდა შევარიგოთ, თუ არა და მოსვენება არ გვექნება. ო, მაგრამ რა შეგვიძლია? ერთმანეთზე ძალიან არიან გაბრაზებულები. სინამდვილეში ერთი იდეა მაქვს. დედა, მოხვედი შვილო, მოვედი, მაგრამ ისევ მივდივარ. იმიტომ რომ გეგმა შემეცვალა და ატლასი სადაა? პაპასთან ერთად სათევზაოდ წავიდა. თევზებს დააპურებენ და მოვლენ. კარგი, არა უშევს თუ 2 საათი წავალ რა? კარგი. მაშინ ზემოთ ავალ და გამოვიცვლი. კარგი შვილო. ეს რა? უკვე რამდენიმე დღეა ამის მოცემა მინდა. ატლას ეს საუზმეზე ძალიან მოწონს. კარაკზე უსვამს და ჭამს. ორცხობილებიც გავუკეთე. დედა იქნებ მერე მომცე. არა, შემდეგ დამავიწყდება ეს რა. კარგი, წავედი. ეს რა? ოზანთან რა გადაწყვიტე? დედა, ახლა ნუ მეკითხები, არ გიპასუხებ, გთხოვ? შემდეგ მოგიყვები ყველაფერს, კარგი? კარგად. ზედა სართულზე სამკითხველოს გაკეთება მინდა. მალე დავასრულებ. კარგი მაღაზია გამოვიდა. მადლობა. კარგ სამსახურს შემოგთავაზებთ. არ შესთავაზო, არ გირჩევთ. არა, ზუსტად შენ გეძებდი. შენ გეძებდი და თვითონ მოხვედი. შეცდომა დაუშვი. იმ ადამიანს ეს მაღაზია რომ მიაქირავე. მაგრამ შეცდომებს ყველანი ვუშვებთ. მეც ვუშვებ. შენც უშვებ. თავარია შეცდომას მიხვდე და გამოასწორო. სულ ერთია რამდენი ლირა გადაგიხადა. მე 2-ჯერ მეც გადაგიხდი. მითხარი რამდენი გადაგიხადა? მე კონტრაქტი მაქვს ქალბატონო ზუმრუთ და საქმეები ასე არ კეთდება. ბუზის ბზუილი მესმის. აქვე ჩაიფრინა. კარიღია, იქიდან შემოფრინდა. რამდენი? განერვიულდა. ცუდ ხასიათზე დადექი? არ გინდა. მე ვიზრუნებ შენ ხასიათზე. 3-ჯერ მეც გადაგიხდი. 3-ჯერ. საქმეები ასე არ კეთდება ქალბატონო. წესები არსებობს. რა წესები? ეტყვი რომ გერმანიიდან შვილი ჩამოგივიდა, მარტივია. მე ქალიშვილი არ მყავს ქალბატონო ზუმრუთ. ღმერთო ჩემო, ყველა კარგი მიამიტი პატიოსანი მეიჯარი ამ რაიონში ცხოვრობს. რამე მოიფიქრე? ვაჟი ჩამოგდეს, ქალიშვილი მოდის, რამე? კარგ დღეს გისურვებთ. საცხოვრობ ესტამბულია, ყველა ფულს ეძებს. ვის ველაპარაკები? საწახვედი. სად არის? რა მოხდა ქალბატონო ზუმრუთ? არის რაღაცები, რასაც ფულით ვერ ეყიდი. მომასეა. უბრალოდ არასაკმარისი შევთავაზე. ცოტა შევთავაზე. 5-ჯერ მეტი რომ შემეთავაზებინა, ინახავდი. კარგი, თქვენ თვითონ შეუკვეთა ვარ გინდათ და ამის გადატანაში დაგეხმარებათ. არ მინდა.
რა ერთი წამით სადმე დახართ სანამ დაღარეს არაკრებ აქედან ვერ გახვალ რატომ? აქაურ რესტორანში ყოველთვის ასე ვაკეთებ, არავინ არაფერს მეუბნება, ალაგებენ. ხო არა გეუბნები სანამ არ ალაგებ არ წახვალ არავითარ შემთხვევაში. მორჩი, მორჩა შესანიშნავია კარგად იყავი ქალბატონო ზუმრუდ გაგანადგურებ. აი ნახა, გაგანადგურებ. ამ გვირგვინს დავიტოვებ. ესეც ასე. ცხელი ჩაი მოვიტანე. აიღე ჩემო სიცოცხლე. მადლობა ზეინო. გემრიელად მირთვი. აკაურობა ისეთი ლამაზია. ხო, ჩვენც ძალიან მოგვეწონა. რა კარგები ხართ. ზეინო, მე ხარია ჩემი მეგობარი რომ ხარ. მადლობა. თაფლობის თვეშიც კი თქვენთან დამპატიჟეთ. ჩემს პრობლემას ისმენთ. თავს უკეთ ვგრძნობ, ოზენისგან შორს. ფიზიკური დისტანციაც კი კარგად მოქმედებს. შესანიშნავია, შესანიშნავი. ეს რას მანქანაა თუ შენს გინდა გაყრა, მაშინ მოაწერე დოკუმენტებს ხელი. მაშინ რატომ მოდიხარ ჩემს კართან? რატომ მეუბნები რომ გიყვარვარ? რატომ იძახი რომ შეიცვლები? თუ ამას ამბობ, ისიც უნდა თქვა რომ ამ დოკუმენტებს ხალს ვერ მოაწერ. ხომ მართალია? კი მართალია. უფროსი მოვიდა კეთილი იყოს ძმაო მე არ ვიცოდი აქ თუ იყავი სხვა შემთხვევაში კარგი მე წავალ შენ კი ყოჩაღად მუსა ძმაო არა მოიცადე არა, შენ არ წახვიდე. გრძელი გზა გამოიარე. მე ცოტა ხნის წინ მოვედი და მეწავალ. ზეინო, დიდი მადლობა. არსად არ წახვალ, დაჯექი. რატომ უნდა დარჩა? აქ დაჯექი. თქვენ მოგატყუეთ. ასე მოვიქცეთ იმისთვის, რომ დამჯდარიყავით და გესაუბრათ. არაზე უნდა ვისაუბროთ, ზეინო, რამე დარჩა განსახილველი. რა თქმა უნდა, არაფერზე ელაპარაკებს. უბრალოდ დოკუმენტები მოაქვს და ხელის მოწერას მთხოვს. იქნება კითხა. ეკითხა მას რა მოხდა იმ ღამეს. რა გითხრა ასეთი რომ ჭუიდან გადახვედი? კარგი ოზა, რა მოხდა იმ ღამით? რა გითხრა ისეთი რომ გაბრაზდი და ასე მოიქეცი? იმიტომ რომ ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა უნდა გქონდეს. იმას რომ ადამიანი მეორე ადამიანს ურტყამს, ასე რატომ იქცევი? მომიყევი, გისმენ? ასე რატომ მოიქეცი? დაგვიანე. ეს დოკუმენტების მოტანამდე უნდა გეკითხა. კარგი. ამის კითხვას ახლა აზრი აღარ აქვს. ხმას არ ვიღებ. ყველაფერი დამთავრდა უკვე. საწავიდნენ. წავიდნენ? მარტო დაგტოვეს. მიდი. ზეინო. რა ხდება, ზეინო? ზეინო. მუსა სადმე დეხარ, მუსა. რა ხდება? მუსა, გარიგაღე. ერთმანეთში ლაპარაკეთ და გარკვიეთ. ისაუბრეთ და თქვენი პრობლემა მოაგვარეთ. კოცნით. ანჯიდან ლამის გადმოხდეს, პრობლემების მოგვარებას გვავალებს. რა სისულელია? დაგტოვეს და წავიდნენ. ზუსტად. რა სისულელია? ძალიან. კარგი, დაურეკავ და უკან დაბრუნდნენ. ოზან ჩემი ჩანთა არა, ტელეფონი ჩიგიდო. ვერ დავრეკავ. ვერც მე დავრეკავ. იმიტომ რომ მუსამ ტელეფონი და გასაღები გამომართვა. ჩემი ჩანთაც წაიღეს. არ მჯერა, აქ ასეთ მდგომარეობაში მიგვატოვეს. კარგი 2 საათში დაბრუნდებიან. თაფლობის თვეში არ არიან? 2 საათში. დაბრუნდებიან. ჩვენ კი რაღაც დროით ერთმანეთს ავიდანთ.
ძალიან კარგად მოვიფიქრეთ. მათ ზუსტად ესჭირდებოდათ. კარგად გამოვიდა. ნამდვილად საყვარელო. და ჩვენ? რა გავაკეთოთ? ამას მე მოვიფიქრებ. აქვე ახლოს სასტუმრო ვიპოვე. სპაც აქვთ, პაუზი, თერმული წყლები. უკვე გადავიხადე. ფიქრობ ვიმსახურებთ. ასეა. ჩემს ქმარს შეხედეთ. კარგი. იმათ ხვალ დილით მივაკითხოთ. ამ დროისთვის უკვე დიდი ხნის შერიგებულები იქნებიან. ნამდვილად. მოიცადე მენექშეს დაურეკავ, რომ ატლასის სკოლიდან გამოიყვანოს. დაურეკე, შეატყობინა. ბავშვი არ დაგვაუწყდეს. გემრიელად მიირთვით. მომენატრე. გისმენ ზეინო. მენექშე. თაფლობის თვეში არ ხართ, რატომ მირეკავ, რამე მოხდა? არა, არაფერი დამშვიდი. ყველაფერი მთლად გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ იმედია მალე კალაპოტში ჩადგება. შენ იმიტომ დაგირეკე, რომ ჩვენ ოზანის და ესრას შერიგებას ვცდილობთ. გეგმის დეტალებს მოგვიანებით მოგიყვები. დასაწყისისთვის ატლასის სკოლიდან უნდა გამოიყვანო, კარგი? კარგი, პრობლემა არაა. იმედია შერიგდებიან. ჯიუტობას მორჩებიან და შერიგდებიან. ჯერა რომ შერიგდებიან მენექშე. კარგი, მე ჩემს საქმეებს დაუბრუნდები. მოგვიანებით ვისაუბროთ. კარგი, კარგად. ღმერთმა ინებოს. რასაკეთებ, ბოროტო ნათესავო. ნუ სულელობ დაჯექი ახალი ჩაი დავაყენე. არა მტრის ჩაის არ დავლევ. იმ კანცელარის გამყიდველთან დაკავშირებულ პრობლემას მოვაგვარებ. კარგი ზუმრუთ, ჩაი დაგიცხე. მენექშე. საკანცელარიო მაღაზიის მფლობელთან მივედი. იქ შემთხვევით შენობის მფლობელი აღმოჩნდა. სამმაგი ფასი შევთავაზე, მაგრამ არ დამთანხმდა. მაღაზიის მფლობელი იქიდან როგორ უნდა გამოვაგდო? ზუმრუთ, ერთ რამეს გკითხავ. მას ასე რატომ გადაეკიდე? თუ მოგწონს, ეგ კაცი მოგწონს? საიდან მოიტანე? მოგწონს, საიდან მოიტანე? რატომ უნდა მომწონდეს? არც გარეგნულად მომწონს, არც ხასიათით. კარგი, არ გაბრაზდე. გადავწყვიტე, მეკითხა, იმდენად გაინტერესებს. ნუ მეკითხები, მენექშე. ჩემს უბანში არ მინდა იყოს. ჩემი შვილი სად არის? ვურეკავ და არ მპასუხობს. შეხომ არ იცი სად არიან? ვიცი, თავი დაანებე. მუსა და ზეინო მათ შერიგებას ცდილობენ. კარგია? ო. რატომ მიყურებ? ჩემი შვილი ნერვიულობს, ამიტომ დაგეთანხმე. თუმცა ნუღელავ, შენი ქალიშვილი არ მომწონს. კარგი. ხაფანგ შეგამავა. აქ რატომ მოვედი? ჩემი ბრალია, რატომ მოვედი აქ? რას მოვდიოდი? ოზან, გინდა? შენი სიმშვიდის არ მესმის, გამოუწყდებულები ვართ. ხვდები ამას? უახლოესმა მეგობრებმა ხაფანგში გაგამწყდიეს. მესმის, მაგრამ გიჟივით წინ და უკან სიარულით ვერაფერს უშველი. მზივარ და სოუს ვჭამ, რომელიც დედამ საუზმისთვის მომიმზადა. მალე დაბრუნდებიან, ნუღელა. ერთი აქ მოვიდნენ, ვაიძულე პასუხი გამცეს. ცეცხლი მალე ჩაქრება. ძალარ შეშას მოვიდან. ამათებ რომ არ გავიყინოთ. თუ არის რა თქმა უნდა. დედამ ამ სწორში რაღაც გაურია. განსხვავებულია. ამ ქილას მთლიანად ამოვჭამ. იცი რა? წინა სოუსი უფრო მუქი ფერის იყო. მართალია. ღმერთო. დასუნე? ეს დედა სოუს უფრო გავს, ვიდრე იმას. იმავე ადგილას იყიდე? კი, იმავე ადგილას. იქნებ რეცეპტი შეცვალეს. მთავარი ეს არა. რა არის მთავარი? მხოლოდ ერთი კოვზი. თითო კოვზი ორივეს. არა, ერთის შეჭმას არ ვაპირებ, არ მინდა თავი დავიტანჯო. ზუსტად. ძალიან ბევრი შევჭამე, მალე გული ამერევა. ბევრი მომივიდა. რამდენი ვჭამე?
მცხელა. ძალიან მცხელა. გული მერევა. მცხელა. სად არის ოზანი? ძალიან მცხელა, რაღაც მჭირს. ოზან, სად ხარ? ოზან. რატომ შეიცვალა? ესრა. რა ხდება? კარგად ხარ? რა ხდება? კარგად ხარ? კარგად ვარ. ასე უცნაურად რატომ მიყურებ? უცნაურად როგორ? აი ასე უცნაურად ესრა. ასე რატომ მიყურებ? არა, არ გიყურებ. არ ჩანდი და ვიფიქრე რომ წახვედი. გამოვედი და აქ ხარ. ეს შეუძლებელია ძვირფასო, სად უნდა წავსულიყავი? უხარ უნდა დავანთო. შეშას ვჩეხავდი, სად უნდა წავიდე შენგან? შეშას ჩეხავდა. გონს მოდი. რა მჭირს? გამიაროს. რას ვაკეთებ? გავგიჟდი. რას ვაკეთებ? რამე მითხარი? არა. არაფერი მithქვამს. ალბათ მომეჩვენა. ოზან. შემომხედე. რა მოხდა? ვარცხნილობა შეიცვალე? ვარცხნილობა? არა, საყვარელო, რა უნდა შემეცვალა? ვარცხნილობის შეცვლის თავი მაქვს. არ შეგიძლია? დარწმუნებული ხარ? რა ხდება? გავგიჟდი. მესმენე ისე უცნაურად მეყურებ, უკვე მეშენია. კარგად ხარ? არა, არ ვარ კარგად. არ ვარ ოზან, რაღაც მემართება. რა მოგევიდა? მართლა უცნაური ხარ. მოიცადე, მოდი აქ, ნახლავა სიცხე ხომ არ გაქვს. რას აკეთებ? რას ვაკეთებ? ამოწმე, სიცხე ხომ არ გაქვს. არ მაქვს სიცხე. კარგი. აი ნახე, არ მაქვს. სრულ წესრიგში ვარ, ხელები გაწიე. ალბათ გაურმა ჰაერმა იმოქმედა. კარგი რა ოზან. რა სასაცილო ხარ. ასეთი სასაცილო რატომ ხარ? ასეთი მხიარული როგორ გახდი? ეს ასეთი სასაცილოც არ არის.
რა მოგივიდა საინტერესოა. ჯანდაბა. ჭკუიდან ვიშლები. უკვე სერიოზულად ნერვიულობ. კარგად ხარ? არ მომეკარო არა. გაიწიე. არ მომიახლოვდე, კარგი? შეიძლება ყველა ცუდი რამ დამავიწყდეს, რაც აქამდე შენზე მithქვამს. ახლოს ნუ მოდიხარ, გადი. თქო, არ მომიახლოვდე. ეს რა სიძახი გაჩერდი. არ მომიახლოვდე. სიცხე მაქვს. იცი რა, მოდი ასე მოვიქცეთ. მე ჩავიცვამ და გარეთ გავალ. შენ კი აქ დარჩები. არ უნდა მომიახლოვდე, არ გაბედო. კარგი? ეს რა სისულელებს ნუ იძახი გარეთ ცივა, იქ რა უნდა ქნა. არ შემცივდება უზან, თბილად მეცვია. ყველა საკუთარ ტერიტორიაზე რჩება და არტოვებს. არ მომიახლოვდე, არ გაბედო, კარგად ვარ. ეს რა? ცუდად ვარ უზან. არ მომიახლოვდე. არა. რა მჭირს, რა მემართება? გავოფლიანდი? რა საყვარელია? ცუდად ვარ. ერთხელ მაინც მეხვდე რას აკეთებ. იქნებ შიგნით შევიდე. თქო, მოდი შევალ. განა რა უნდა მოხდეს? ეს რა ნოსულელობ. თუ მოთმინებას გამოიჩენ, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ ღირსეულად. ცოტა ძალა და მოთმინება უნდა გამოიჩინო. თუ შევალ, რა მოხდება? შეხედე რა ლამაზია და საყვარელი. გთხოვ, შესვლის ნება მომეცი. ძვირფასო ეს რა არ დაგავიწყდეს, როგორ მოგექცა. თუ ახლა დანებდები შენ სიტყვებს და საქციელს, არანაირი აზრი აღარ ექნება. არ შევალ. მართალი ხარ, ჩემს ქმედებებს აზრი დაეკარგება. რა მოსაწყენია? თუ ცხოვრებაზე ასე იფიქრებ, საბოლოოდ რა შეგრჩება? მომენტით იცხოვრე. დინებას მიენდე. შენი ქმარია. შეხედე რა ლამაზად გეყურებს. არ გაბედო. შეხედო, არ გაბედო. არ შეხედო. მიდი შეხედე. არ შეხედო. შეხედე ეს რა. შეხედე რა ლამაზად გეყურებს. უბრალოდ შეხედე. მასთან წავიდე? წადი, რა თქმა უნდა. არ გაბედო. თუ წახვალ ამ ბრძოლას წააგებ. შენი სიამაყე რამდენჯერ გათელეს. ცოტა ხნის წინ ყველას თვალწინ არ მოგაყენა შეურაცხყოფა. მაგრამ ბოდიში მოგიხადა. პატიება გთხოვა. შენი სახელის სტატუ გაიკეთა. მიდი წადი. ამას ნოუსმენ ეს რა, ნოუსმენ. გონების ხმას მოусმინე და არა გულის. ეს რა. ძალიან მოსაწყენი ხარ. ძალიან დამღალე. ეს რა გულის ხმას უსმინე. ნება მიეცი უყვარდე. რა მოხდებოდა გონების ხმისთვის რომ მოგესმინა? ატლასი დაიბადებოდა? არა, არ დაიბადებოდა. ატლასი აკრაშუაშია. დემაგოგივით საუბრობ. ეს შენ საუბრობ ასე. თელი შენი ცხოვრება დემაგოგიაა. საკმარისია, გაჯობდით, უკვე თავი მტკიბა. ხან შენ ლაპარაკობ გაუჩერებლად, ხან შენ. არ მესმის რას ლაპარაკობთ, თავი ამტკიბდა. საკმარისია უკვე. საკმარისი. წადით, მარტო მინდა დავჩე. წადით. გაგიჟდა. ნამდვილად გაგიჟდა. იქნებ მასთან წავიდე. გარეთ ძალიან ცევა, გაიყინებოდა. არა, რატომ უნდა წავიდე? თუ შესწევდება სახლში შემოვა. გარეთ გავარდა. სასწრაფოდ მეკობრული წიგნი მჭირდება. მეკობრული? ხო, მეკობრული. მაგრამ ჩვენ მეკობრეობას ვეწინააღმდეგებით. ჩვენ უფრო ხელოვანი ხალხის მხარეს ვართ. ვის რას ვეუბნები? ასეთ წიგნებში რა გესმის? კარგი, ზუმრუდ კორფალი თვითონ გაერკვევა, ამაზე არ იფიქრო. უნდა მეხარობდეს, რომ წიგნების კითხვა გადაზღვიდეთ. თუ უნდა ვნერვიულობდე, იმიტომ რომ მეკობრული აირჩიეთ. დავებენი, წიგნი პრობლემა არ არის. თხოვეთ და ნებისმიერს მოგიტანთ. მაგრამ ვერ ხვდები. რა ხდება? რატომ? წიგნებს ვინ იდიოტი კითხულობს? მე მხოლოდ მეკობრული წიგნი მინდა. როგორ არ გესმის?
ისევ რაღაც ჩაიფიქრეთ. ვინც ის, ამჯერად რა იქნება? რაღაც მაქვს ჩაფიქრებული. ერთი ოცნება. დასაწყისისთვის უბნიდან ის მწერალი უნდა მოვიშოროთ. ნაკუწებად დავფლითოთ და ყველას მიუგდოთ, ვინც ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა. შემდეგ ხალხს უნდა დაურიგო. ამ წუთას ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ძალიან მასშტაბური გეგმა გაქვთ და ცხადია, ამის გამო განწყობა გამეფუჭდება. ჯობია ზემოთავიდე. ვინ იცის იქ რა მელოდება? შეიძლება ტემპერატურა გამისინჯონ. რა ტემპერატურა? არა, ასე გაცივდება. არა და ეშმაკი მეუბნება, რომ იქ უნდა დაგტოვა. მაგრამ არა, არ შემიძლია. ჯანდაბა ესრა. ესრა. მიდი გაიღვიძე. შეგეძინა, გაიყენები. ადექი. გავიყენე. ვიცი, გაიყენე. მოდი აქ, მოდი. მოდი ჩემო თავის ტკივილო. მოდი. მომეხოე. ხელები მომხეე. მოდი წავიდეთ.